დღეს 10 ოქტომბერია უყურებთ კურიერს 9 საათზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის ღამეს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. 4 იდენტიფიცირებული პირი კი ამ ეტაპზე მიმალვაში იმყოფება. ჯამში დაპატიმრებულია 44. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ვიდეო სამეთვალყურეო მასალების გაშიფვრის საფუძველზე, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მათი მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგნებსა და ქვებს. დაკავებულები ასევე ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187, 222, 225 და 317 მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. გამოძიების ფარგლებში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი, ხოლო 4 იმყოფება მიმალვაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. ვიდეო სამეთვალყურეო მასალის გაშიფვრისა და სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს ეზოს ჯებირები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187, 222, 225 და 317 მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენის სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით. სასამართლო 4 ოქტომბერს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა. გამოძიების ინფორმაციით, მათ ბრალდებული ორგანიზატორების მითითებით იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, დააზიანეს რეზიდენციის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში. ბრალდებულები წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, მათი მიმართულებით ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს, ქვებსა და სხვა საგნებს. ბრალდებულთა შორისაა ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი ნანა სანდერი, რომელიც სასამართლოს ხდომის მიმდინარეობისას მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. ის ქმედება, რაც დარბაზში განხორციელდა, ეს იყო უბრალოდ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ქალბატონი ნანას ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ აღიარებს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული ერთგვარი ქმედება, რომელიც არავითარ ძალადობრივ ნიშნებს არ შეიცავს. ვერავითარი კავშირი ვერ დგინდება საქმის მასალებით. მოსამართლის პოზიცია დასაბუთებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ მხოლოდ მშრალი ზედაპირული დასაბუთება, რომ შეეფარდა პატიმრობა. შეფარდება ხდება ყველაზე მკაცრი ღონისძიების, უნდა არსებობდეს რაიმე სტანდარტი და ის გარემოებები, რომელიც რეალურად იქნებოდა ხელშემშლელი გამოძიებისთვის. პროკურატურას თავისუფლებაში არც ერთი გარემოება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მიერ რაიმე სახით ხელშეშლას, მიმალვას ან მოწმეებზე ზემოქმედებას. სისხლის სამართლის კოდექსს აქვს თავისი მიზნები, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას აქვს მისი მიზნები. ამგვარად, როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დაასაბუთა, სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ვერ იქნებოდა მიზნების მიღწევა. რამე თუ დროის მოკლე ინტერვალში მონაკვეთში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული. ნანა სანდერის ბრალეულობა დადასტურებული არის არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით, მათ შორის გახლავთ მასმედიის საშუალებით გავრცელებული საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული კადრების დათვალიერებების ოქმებით, Facebook აპლიკაციის დათვალიერების ოქმები, სადაც მისი Facebook პოსტებით ნათლად დასტურდება თუ როგორ
როგორ ახდენდა ორგანიზება საპროტესტო აქციებისას და როგორ ცდილობდა მის მიერ მობილიზებული ფულადი სახსრებით შეეძინა ინვენტარი აქციის მონაწილეებისთვის, რათა მათ საბოლოო ჯამში განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები. 4 ოქტომბერს ოპოზიციისა და რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და სახელმწიფოს დაამხობა გადატრიალების მცდელობა კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მშვიდობის შენარჩუნებისთვის სამაგალითოდ იმუშავეს. მომართულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს თითოეული დამნაშავე. როდესაც ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს ყველაფერი ხორციელდებოდა სახელმწიფოს დამხობის მიზნით, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები ჩაერთნენ საქმეში, იმოქმედეს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს მოქმედება ხორციელდება ევროპის წამყვან ქვეყნებში და აღკვეთეს ეს ყველაფერი, თუმცა როგორც ვაფრთხილებდით, ჩვენ ყველა მონაწილეს აბსოლუტურად ყველა იქნება იდენტიფიცირებული და დაჟილი კანონის უმკაცრესი ფორმით, ვინც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ოპოზიციაში ისევ აზრთა სხვადასხვაობა 2025 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ 2024 წლის არჩევნებს განიხილავენ. ნიკო ობოლაძისა და გრიგოლ გეგელიას განცხადებებს, სადაც ისინი ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებსა და მმართველი გუნდის რეალურ მხარდაჭერაზე საუბრობენ, ოპოზიციაშივე უწოდებენ პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის გაკეთებულ განცხადებებს. უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ახლა პასუხისმგებლობებისგან გაქცევის მცდელობაა. თუმცა ძალიან აღიარონ 2024 წლის არჩევნები, რომელიც იყო სპეცოპერაციად, რომლის მეერეც დასავლურმა სამყარო გაწყვიტა კავშირი საქართველოსთან, ოღონ საქართველომაც გაწყვიტა კავშირი მათ შორის ამ 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ანუ ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა, რომლის შეფასებაზეც გადის ზღვარი. ალბათ ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ამ შეფასებას გააკეთებს, ივანიშვილი პოლიტიკაში მას დატოვებს არ დაიჭერს, ან რავი, სხვა რეპრესიულ ღონისძიებას არ გამოდის მის მიმართ. ამიტომ მათი გადაწყვეტილება ეხლა არ ვიცი თუ პირად გადარჩენაზე ზრუნავენ მხოლოდ მათი საკითხი და მათი საქმე გახავთ. ისინი ერთმანეთს აბრალებენ იმ მარცხს, რაც მათი ძალმომრობითი ქმედებების შედეგად საკუთრივ რადიკალურმა ოპოზიციამ განიცადა. რადიკალებიდან ღიად აცხადებენ იმას, რომ 2024 წლის არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, სრულიად დემოკრატიული, რომ ქართულ ოცნებას თურმე აღმოაჩინეს ყოლია მხარდამჭერები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებდა ხას უსვავს იმ გარემოებას, რომ იყო სრულიად თითიდან გამოწვეული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დადგმული. სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ ბრალს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს. გამოძიების მიხედვით გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი ფიზიკური ანგარიშწორების ინსცენირებისთვის შეუსახლა. მიზანი საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გავრცელება იყო როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის. საქმეს ეხმიანებიან მმართველ გუნდში უმრავლესობაში ყურადღებას გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებენ. უნებრივია შემაშფოთებელია მსგავსი ფაქტის ასე ვთქვათ წარმოდგენა ჩვენთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მქონდა მსგავსი დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი. შესაბამისად მიმაჩნია, რომ აღნიშნული საქმე უნდა იქნეს სრულად გამოძიებული და საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ბოლომდე დადგინდეს ჭეშმარიტება და არათუ ეს ადამიანი, რომელსაც ახლა ბრალი დაედო კონკრეტული სისხლის სამართლებრივი ქმედების ჩადენისათვის, არამედ გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ღაზაში ცეცხლშეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელის მთავრობამ მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. განცხადება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ მხარეს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ტრამპი ვარაუდობს, რომ ჰამასი მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს. შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ცეცხლშეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარდა ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები. უნდა გაიყვანოს ჯარები ღაზიდან და შეუშვას ჰუმანიტარული ტვირთი ანკლავში. ისრაელსა და ღაზას ტერიტორიაზე მოსახლეობა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ეიმობს. ახლო აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური მიესალმება ღაზა სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედის მომცემ საეტაპო მოვლენას. პრეზიდენტი ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. ძევლების მტკისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.